მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეს ბელნიქ ტუტორია ტრადიციულად ყველაფერი მარტივად და გასაგებად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ JavaScript-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბიბლიოთეკაზე React-ზე. მოდი პირველ რიგში გავიგოთ რა არის React-ი. React-ი არის JavaScript ბიბლიოთეკა, რომელიც გამოიყენება ერთგვარიანი აპლიკაციების შესაქმნელად ხელმეორედ გამოყენებადი reusable UI კომპონენტების საშუალებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საექსპორტო React კომპონენტი ერთხელ და გამოვიყენოთ სადაც გვინდა, რამდენჯერაც გვინდა სასურველ ფაილში მისი იმპორტირებით და კომპონენტის ფუნქციის სახელის ჩასმით საბიზნეს JSX TSX ელემენტში. გარდა იმისა, რომ React-ის საშუალებას გვაძლევს შევქმნათ კომპონენტი ერთხელ და გამოვიყენოთ მრავალჯერ ჩვენს პროექტში რამდენჯერაც დაგჭირდება და სადაც დაგჭირდება, მისი მთავარი უპირატესობა ასევე ის არის, რომ ის ბრაუზერის DOM-ში პირდაპირ მანიპულირების ნაცვლად მეხსიერებაში ქმნის ვირტუალურ DOM-ს, სადაც ახორციელებს ყველა საჭირო მანიპულაციას ბრაუზერის DOM-ში ცვლილებების შეტანამდე, რომელიც აჩქარებს რენდერინგის პროცესს და ასევე ინახავს რესურსს. მოდი ახლა მოკლედ განვიხილოთ თუ რა არის React კომპონენტი. React კომპონენტი არის JavaScript TypeScript ფუნქცია, რომელიც აბრუნებს JSX TSX. JSX TSX ელემენტები ვიზუალურად ძალიან ჰგავს HTML ელემენტებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის ჯერ კიდევ არ არის HTML ელემენტი. კომპილაციის დროს JSX TSX-ი გარდა იქნება JavaScript-ის კოდად, ხოლო React-ი საბოლოოდ ამ კოდის საფუძველზე ბრაუზერში ქმნის და მართავს რეალურ HTML ელემენტებს. მარტივად რომ მოდი რახან ვახსენოთ JSX-ი, მარტივად ავხსნათ თუ რა არის JSX-ი. JSX-ი არის JavaScript-ის სინტაქსური გაფართოება, syntax extension, ანუ JavaScript XML, რომელიც საშუალებას გვაძლევს JS კოდში HTML-ის მსგავსი სინტაქსით აღწეროთ UI. აქვე ჩვენ მე ნახსენები XML-იც ავხსნათ. რა არის XML-ი? XML, ანუ Extensible Markup Language, გაფართოებადი მარკირების ენა, რომელიც გამოიყენება მონაცემების აღწერის, შენახვისა და გადაცემისთვის. მისი მთავარი მიზანია მონაცემების სტრუქტურირებული წარმოდგენა და არა ვებგვერდის ვიზუალური გაფორმება. ჩემი აზრით და დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, React-ის დეველოპერებმა პროგრამისტების კომფორტისთვის შეგნებულად აირჩიეს HTML-ის მსგავსი სინტაქსი, რათა UI-ს აღწერა უფრო მარტივი, ბუნებრივი და ადვილად გასაგები ყოფილიყო. შედეგად, პროგრამის HTML-ის მსგავსი ფორმით შეუძლიათ დაწეროს, თუ როგორი უნდა იყოს საბოლოოდ ბრაუზერში შექმნილი HTML ელემენტები. მოდი ახლა გადავიდეთ და შევხედოთ ჩვენს React კომპონენტებს თუ როგორ გამოიყურება ისინი ვიზუალურად. ეს არის ჩვენი React კომპონენტები. გვაქვს header კომპონენტი, გვაქვს home, გვაქვს კომპონენტი, გვაქვს main კომპონენტი და გვაქვს section-ი. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ, მოდი გადავიდეთ და გადავხედოთ ვიზუალურად. შეგვიძლია აქედან პირდაპირ გადავიდეთ main კომპონენტზე. შეგვიძლია section-ზე გადავიდეთ, ან დავბრუნდეთ და ჩვეულებრივად აქედან გავაკეთოთ გადასვლები. მოდი გადავიდეთ Visual Studio-ში და შევხედოთ კოდს, თუ როგორ გამოიყურება ეს. ესე გამოიყურება ჩვენი კომპონენტები. ეს არის კომპონენტის კომპონენტი სახელად კომპონენტს. მისი კოდი, აქ გვაქვს შემოტანილი, ანუ ლინკით გვაქვს შემოტანილი main-ი, ასევე main component, ანუ main component გვაქვს შემოტანილი, გვაქვს section კომპონენტი შემოტანილი და ასევე გვაქვს ლინკით შეგვიძლია რომ დავბრუნდეთ, ანუ home-ზე, home-ის ლინკი გვაქვს შემოტანილი, რომელთაც შეგვიძლია მთავარ გვერდზე დავბრუნდეთ. ეს არის ჩვენი header-ის header კომპონენტის კოდი, ფუნქცია, ანუ function header-ი. სადაც გვაქვს ასევე ლინკები, ანუ ლინკით შეგვიძლია გადავიდეთ home-ზე, კომპონენტზე, main-ზე და section-ზე. ეს არის header კომპონენტი, რომელიც ზემოთ გვაქვს გაკეთებული. გვაქვს home კომპონენტი, ასევე main-ი და section-ი. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ როდესაც კომპონენტებს ვქნით, იმისათვის რომ არ გქონდეს გაბნეულად კომპონენტის ფაილები, შევქმნათ ერთი ფოლდერი, რომელსაც დავარქმევთ კომპონენტს და მასში ჩავყაროთ ყველა კომპონენტის ფაილი. რომ როცა დაგჭირდება სიტყვაზე რაღაცა კომპონენტი, არ ვეძებოთ ესე მთელ პროექტში, გვეცოდინება რომ ესა თუ ეს კომპონენტი არის კომპონენტების ფოლდერში და ჩვეულებრივად შეგვიძლია ადვილად მოვზებნოთ.
რომელიც დამარწმუნებს, რომ გაგვიადვილებს ძებნის პროცესს. ეს ჩვენი კომპონენტები. ასევე კომპონენტი კომპონენტს functions section-ი ფუნქციის, ასე შეგვიძლია წინ უბრალოდ export აქაც გავუწეროთ export functions section-ი და უცებად როდესაც კომპონენტის ფუნქციას დავასრულებთ, ფუნქციის წერას დავასრულებთ, ბოლოში აუცილებელია export default და კომპონენტის სახელი გავუწეროთ ამ შემთხვევაში section. რადგან export default-ი ეს ნიშნავს, რომ უნდა გავიტანოთ სხვა ფაილში. ეს არის აუცილებელი. გვაქვს ასევე ყველა ეს კომპონენტი, რაც გვაქვს, ამისი პაცები, გვაქვს გაწერილი აქ, გადავწვანო აქ გვაქვს function API გვაქვს, რომელიც მე უნდა დარენდერდეს და გამოაჩინოს ეკრანზე, ეს არის ფუნქცია API, სადაც გვაქვს ყველა კომპონენტი ჩასმული მისი პაცებით. ასევე ყველა კომპონენტი გვაქვს იმპორტით შემოტანილი. შემოგვაქვს import კომპონენტის სახელი, components from საიდან შემოგვაქვს და ფაილის პაცი. სად იმყოფება ჩვენი კომპონენტის ფაილი ამ ეტაპზე. შემდეგ ეს ყველაფერი გვაქვს ის API ფუნქცია, რომელიც გაჩვენეთ. გვაქვს აქ, გადმოდის აქ, ისმე ვაკ და გვეუბნებით აქ, რომ ესე იგი create document get element by id root-ი დაარენდერე და ვეუბნებით რა უნდა დაარენდეროს, ეს ფუნქცია უნდა დაარენდეროს, რომელიც გვაქვს ეს function API. შემდეგ როდესაც დაარენდერებს, დარენდერებული უკვე გადმოდის ჩაისმება აქ dyd უდრის root-ში, HTML-ის გვერდში ჩაისმება და გამოაჩენს უკვე შემდეგ ვიზუალურად ეკრანზე. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ვიდეო. არ დაიზარდეთ, დააკომენტარეთ, გამოიწერეთ და ლაიქეთ და ერთად განვიხილოთ პროგრამირების სამყაროში. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.